უფასო მეგობრებო, არხის გამოუწერებო, ჯიგარო ხალხო, ჩვენ განვიხილავთ Snowpack P35 ხა. ეხა ეს რა არის? ეს არის, აი ეს უნდა აიღო. ამაში აი ეს უნდა გაუკეთო. აი ეგრე. აი იქ უნდა ჭურვი ჩადო და მერე უნდა გამაეკრა რა. აი გაიცი. წარმოგიდგენთ. Snowpack იგივე Artemis, იგივე Diana-ს და ასევე მრავალი დასახელების პნევმატურ თოფს. ამ შემთხვევაში გვაქვს P35X. ეს არის ბოლო ვერსია P15, P35 და შემდეგ P35X გამოუშვეს და რა შეიცვალა ახლა X-ში. წინა ვიდეოებში თქვენ ნახეთ P15-ის და P35-ის განხილვა და P35X-ი ჯერ არ გაგვიხილია და 1-2 სიტყვით რა სხვაობები გვაქვს წინა მორბედ მოდელებთან რა. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ყიდულობთ P15-ს და P35-ს, გაძლიერების მიზნით, ან წუნიგის მიზნით გვჭირდებოდა პლენუმის გაზრდა. იმისათვის რომ ამოგვეღო მაღალი ჯოულები და მაღალი ენერგეტიკა თოფიდან. ამიტომ ვაკეთებდით აი ამ რეზერვუარში შიდა პლენუმს. პლენუმი ნიშნავს რედუქტორს, მიღმა, სივრცეს, ეგ რაც უფრო მეტი არის, უფრო მეტ ენერგეტიკას გვაძლევს თოფი. და ნუ ვაკეთებდით შიდა პლენუმებს, გადამშვებების გადიდებას და ასე შემდეგ. რაღაცებს ჩარევებს მოითხოვდა ხოლმე წინა მოდელები, იმისათვის რომ მიგვეღო მაღალი ენერგეტიკა. P35X-ში გააკეთეს გარე პლენუმი, რომელიც არის 65 კუბი. გააკეთეს გრძელი ლულა, რომელიც ეხმარება მაღალ ენერგიებში. პირობითად უხეშად რო ვთქვათ, ლულის 10 სანტიმეტრის სიგრძე ნიშნავს 10 მეტრწამს პლუსს რა. ლულამაც თავისი იმოქმედა, ლულას ქარხნულად გადამშვები დიდი აქვს, 3 და 5 აქვს თუ 3 და 8-მდე გაზრდილი. ასევე ენერგეტიკისთვის კიდე რა აქვს? პრინციპში მეტი არაფერი, ანუ გაიზარდა პლენუმი, წნევა ამ კონკრეტულში ქარხნულად რედუქტორის წნევა დამხვდა 140 ბარზე, თუმცა P15-ში და P35-ში მე მგონი იყო 130-ც რომელიღაც ეგზემპლარებში. მოკლედ, ორი ძირითადი მახასიათებელი რაც X-ში გვხდება, არის გრძელი ლულა და დიდი პლენუმი, უკვე ქარხნულად და ლულაში დიდი გადამშვები. ეს ყველაფერი ქარხნულად იძლევა ალბათ 40 ჯოულამდე ენერგეტიკას, თუმცა აპგრეიდის და წუნიგის მერე შესაძლებელია 50 ჯოულამდე გაიზარდოს 4 ნახევარში ამის სიმძლავრე. მიმდინარეობს P35X-ის დატესტვა ქრონოგრაფში. წონები გითხარიაო 0.96 საშუალოდ. 0.96 გრამი. ოღონდ ეს არის გადაპრესილები და სხვა თემა არის რა. ვნახოთ რამდენ ჯოულს ამოკრიფავს. 294. 13 იყო წეგონა. 290. ხო, წნევა არის კიდე საინტერესო. 127-ია. 130 არის მაქსიმუმ რა. რედუქტორი 840-ზე ძალიან დიდ შედეგს მოგცემს რა. 292. 290. 3 მეტრის დიაპაზონშია რა. 3 მეტრს. 290, 91, 92. ახლა ისე ნიშნავს. 91. 90-დან 93-მდე აქვს. Yeah. Yeah, we blowing this motherfucking OG down right now. Onyx Planet Asia. P35X-ი ვისვრით 100 მეტრზე გონგზე და პირველი გარწყმა ხმა ისმის
მოყვარულის დონეზე დავამაგრეთ გონგი 10 სანტიმეტრიანი და 150 მეტრიდან ვესვრით Snowpack P95X რომელსაც ესვრის აკაკი 8-ზე Energy Line და ვნახოთ რა შედეგს დადებს. Ას მეტრი დისტანცია და ძალიან კარგი შედეგი იყო. ნუ ეს არის 5 სანტიმეტრიანი გონგი. ბოლო 10 სანტიმეტრიან გონგზე ვაკეთებდით ჯგუფებს. ანუ გონგზე, მთლიან გონგზე ჯგუფები გავაკეთეთ რა, აი. მაგალითად აქ არის 4 ტყვიანი ჯგუფი რა. აქეთაც 4 ტყვიანი ზემოთ. ნუ აქეთ ბევრია ნასროლი. აქ დაბლა და ასე შემდეგ რა. აი აქ მისწორება კეთდებოდა. მიფანტები არის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ დროს იგებს სად მიაქვს იარაღს რა. ნუ რაც ყველაზე თავარია, აი სიძლიერეს შეხედეთ. Pizza d'aglegillia. Écoute-moi chanter ma réalité.